საქართველოში განლაგების თემასთან დაკავშირებულ შეკითხვებს. Ჩვენ სალომე სამოდაშვილთან გადავდივართ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთან. Საღამოშიდობის ახალბატონ სალომე, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. Როგორ მიიღო ნაციონალურმა მოძრაობამ რესპუბლიკელების ეს კონკრეტული ინიციატივა? აღმოჩნდება თუ არა ეს თემა ის, რომელიც თქვენ ამ ორ პარტიას ერთმანეთთან დაგაახლოვებთ? მადლობ ნინო, მივესალმები თქვენს მაყურებელს. ჩვენ პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს მიზანი ეს არის ნატოში გაწევრიანება. ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული მთავარი მოკავშირე ამ მიმართულებით არის ამერიკის შეერთებული შტატები და ამ ქვეყანამ უკვე ძალიან ბევრი გააკეთა იმისათვის, რომ დაეხმაროს საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებას და დაეხმაროს ჩვენს ასე ვთქვათ ჯარს და ჩვენს თავდაცვის სისტემას იმისათვის, რომ ჩვენ გავხდეთ ნატოსთან თავსებადი. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, რომ ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან უნდა გაღრმავდეს და უნდა გაძლიერდეს, ისევე როგორც ნატოს სხვა წევრ სახელმწიფოებთან და ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამწუხაროა ის, რომ გასული 4 წელიწადი ქართულმა ოცნებამ და მასში შემავალმა ყველა კოალიციურმა წევრმა არ გამოიყენა იმისათვის, რომ უფრო ეფექტიანად გამოეყენებინათ თანამშრომლობის ფორმატები როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ნატოსთან. აი რა კონკრეტული შესაძლებლობა ხელიდან გაშვებული, თუ შეგიძლიათ გითხრათ ხალბატონ სალომე? ნინო, თქვენ შეგიძლიათ დაინტერესდეთ და შეისწავლოთ ანგარიშები, რომელიც იწერება იმასთან დაკავშირებით, იმ რეფორმებთან დაკავშირებით, რომელიც გასული წლების მანძილზე უნდა გატარებულიყო და ნახავთ, რომ სამწუხაროდ ძალიან ბევრი პრეტენზია არსებობს ამ მიმართულებით. მე განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო კიდევ ერთი რამ, რომ გასული 4 წლის მანძილზე ჩვენ თუ შევხედავთ საქართველოს ბიუჯეტს, თუ თავდაცვის უნარიანობის გაძლიერება იყო პრიორიტეტი ქართული ოცნების ან მასში შემავალი რომელიმე კოალიციის, ეს პრიორიტეტი ბიუჯეტში ნამდვილად არ ასახულა. საქართველოს არ აქვს გრძელვადიანი, ასე ვთქვათ, გეგმა, არც შუავადიანი გეგმა იმისათვის, თუ როგორ უნდა განავითაროს თავის თავდაცვის უნარი იმისათვის, რომ რეალურად შეასრულოს ის ამოცანები, რომელიც აქვს ნატოში გაწევრიანების გზაზე და რა თქმა უნდა, როდესაც 8 ოქტომბერს ჩვენ შევცვლით დღევანდელ ხელისუფლებას დემოკრატიული არჩევნების გზით, ესეც შეიცვლება და საქართველოს რეალურად დაიწყებს წინ მოძრაობას ამ მიმართულებით. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ინიციატივას, ხალბატონ სალომე. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ინიციატივას, თქვენ დაუჭერდით მხარს თუ კი ეს მართლაც დადგებოდა დღის წესრიგში უკვე შემდეგ პარლამენტში სავარაუდოდ? ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის გაძლიერება თავდაცვის ასე ვთქვათ უნარიანობის გაძლიერების მიმართულებით, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტი. კონკრეტულად ეს რა ფორმას მიიღებს, ეს უნდა განისაზღვროს უკვე ორმხრივ ფორმატში ასე ვთქვათ მოლაპარაკებების შედეგად და ჩვენ რა თქმა უნდა, როდესაც მოვალთ ხელისუფლებაში და უკვე ჩვენი ქვეყნის სახელით გვექნება შესაძლებლობა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, მათ შორის ამ ორმხრივ ურთიერთობებში, რა თქმა უნდა, რომ ჩვენ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვის უნარიანობა ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის გზით და უზრუნველყოთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. ხალბატონ სალომე, აი არსებობს კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ ვერ მოხვიდეთ ხელისუფლებაში, თუმცა გქონდეთ პოზიცია, არის თუ არა მიზანშეწმული, აუცილებელი ნატოსკენ მიმავალ გზაზე, აი ამ გზაზე ცოტა ხნით შეჩერება, ისედაც შეჩერებულები რა კი ღავართ და ქვეყანა რა კი გამოლოდინის რეჟიმშია და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზების განლაგება. ამაზე ნაციონალური მოძრაობის მხრიდან არსებობს თუ არა პირდაპირ პასუხი? ხართ ამის მხარდამჭერები თუ არა? თუ ფიქრობთ? ნინო, ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება 2016 წლის 8 ოქტომბერს ბევრი მიზეზის გამო, იმის გამო, რომ დღეს ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყველა ჩვენი მოქალაქე არის ბევრად უფრო დაუცველი, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო, როგორც კრიმინალური ვითარების, ასე ვთქვათ, უკიდურესად გაუარესების შედეგად, ასევე იმის შედეგად, რომ რეალურად დღევანდელმა ხელისუფლებამ ჩამოშალა ამ ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის და უსაფრთხოების სისტემა და გაყინა, ყველა არათუ გაყინა, არამედ ფაქტიურად უკან გადადგა ნაბიჯები. ჩვენ დღეს ვხედავთ, დღესაც საქართველოს ეწვია ნატოს გენერალური მდივანი, ვხედავთ, რომ ნატოს კარი ღიაა საქართველოსთვის, მაგრამ იმისთვის, რომ ამ კარში შევიდეთ, საქართველოს ჭირდება კომპეტენტური ხელისუფლება, ეს კომპეტენტური ხელისუფლება იქნება ჩვენი ხელისუფლება
და შესაბამისად მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან სწრაფად ჩვენ მივახდევთ პროგრესს იქ, სადაც სამწუხაროდ გასული 4 წლის მანძილზე არანაირი პროგრესი არ გვაქვს. აი ქალბატონ სალომე, ესე იგი მე ვერ მივიღე პასუხი და შესაბამისად შემიძლია აქ დავაფიქსირო, რომ ნაციონალურ მოძრაობას ამ მომენტისთვის პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების ბაზების განლაგებასთან დაკავშირებით, ამ იდეასთან დაკავშირებით კონკრეტული პოზიცია არ აქვს. შემიძლია ვთქვა ასეთი რა? ნინო, ესეთი ინიციატივები საერთოდ წყდება ორმხრივი, ასე ვთქვათ, მოლაპარაკებების ფორმატში. ჩვენი მიზანია, ჩვენი ამოცანაა, რომ გავაძლიეროთ თანამშრომლობა თავდაცვის უნარიანობის გაძლიერების მიმართულებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ მიმართულებით. კონკრეტულად ეს რა ფორმაში აისახება, ამას აჩვენებს მომავალი. კარგით, დიდი მადლობა სალომე სამადაშვილს, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს, რომელიც პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს. ჩვენ დავბრუნდებით რეკლამის შემდეგ დებატი გიორგი ახვლედიანი, ნინო გურჯანიძე დემოკრატიული მოძრაობა და დავით კიზირია, პაატა ბურჭულაძე მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის უფრო კონკრეტულად ბიჩის წარმომადგენელი, ასევე